და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ერთი საფეხური წინ დგას ის ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი საქმე, იმ ადამიანთან, ვისაც თქვა შეიძლება გარემოტივები ძალიან ბევრი აქვს, იგივე ანაზღაურება, მაგრამ არ გრძნობს თავს კომფორტულად ამ სფეროში. ხო, აი სიამოვნების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და არა ის, რომ ეს პროცესი რაც ტანჯვალ პროცესად ვაქციო, იმიტომ რომ კენწეროში გატკბილდება რა. აი ეს ზოგადად სწავლის მიმართ ეს დამოკიდებულება, რომ აი ძირი აუცილებლად მწარე უნდა იყოს და კენწეროში უნდა გატკბილდეს, ხან ტკბილდება და ხან არა, მაგრამ აი ეს სიმწარე რატო უნდა გავიაროთ და ან ჩვენ რატო გავიარეთ და ან მოზარდებს რატო ვუანონსებთ ხოლმე რომ მაინც ესე უნდა მოხდეს, გაუგებარია აბსოლუტურად, იმიტომ რომ რა არის იმაზე სასიამოვნო პროცესი, როცა ყოველ დღე შეგიძლია რაღაც სფეროზე და საკითხებზე, რომლებიც გაინტერესებს, რომლებზეც გეფიქრება, უფრო მეტი და მეტი გაიგო და ისწავლო და ამაზე იმუშაო, პრაქტიკულად შეეხო და ასე შემდეგ. ანუ ამაზე საინტერესო რა შეიძლება იყოს. რა ნაწილში შეიძლება ეს იყოს მწარე.